ამიტომ ჩვენ უნდა მოვერგოთ იმ ასე ვთქვათ იმ სიტუაციას, რასაც და იმ დაკვეთას, რომელსაც საზოგადოება და ხალხი ითხოვს და არა თვითონ ჩვენთაგანმა ვიზრუნოთ ჩვენს კარიერაზე. დამერწმუნეთ, რომ როგორც ჩვეულებრივი რიგითი ერთი პროფესიონალი ადამიანი, რომ არ მეფიქრა იმაზე, რომ ქვეყანა თუ ჩემს ირგვლივ არ იქნა ბედნიერი სახეები და არ იქნა სამართლიანობა და მართალი საქართველო, იქ მე ბედნიერი ვერ ვიქნებოდი. თუ ეს კითხვები არ დამებადებოდა, მეც ჩვეულებრივი და ის ადამიანები კიდევ სხვა, ვინც დღეს ასე ვთქვათ თელ საქართველოს, ასე ვთქვათ რკინის ქალანები აქვს და ჩაცმული და თელ საქართველოს შემოიარა და ყველას ქუდი კაცზე როდესაც ვიძახით რომ ყველანი ერთად დავდგეთ და გადავარჩინოთ საქართველოს, მაშინ ყველა ჩუმად ვიქნებოდ და ხმას არ ამოვიღებდით. ამიტომ არის რომ ყველა თითოეულმა ქართველმა საზოგადოების მოღვაწემ, პოლიტიკურმა ძალამ, თუ პოლიტიკურმა ჯგუფმა, თუ პარტიულმა ადამიანმა, თუ ხელისუფლებაში დღეს პროტესტით გავრჩეულმა ადამიანმა, რომელიც ძალიან დიდი ბევრი ვიცი, რომ ვინც დღეს მუშაობს ხელისუფლებაში, ბევრს აქვს პროტესტი იმ მსგავსობასთან, რაც სუფევს თლიან საქართველოში. ამიტომ ყველას მოუწოდებ, რომ დადგენ იქ, სადაც ხალხია, იმიტომ რომ თითოეული ჩვენთაგანი ხალხის მსახურია. პოლიტიკოსი ვიქნებით თუ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ჩვენ მემსახურებით ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ერთს. ეს უნდა გავითავისოთ ჩვენ, რომ ჩვენ ვართ მსახურები სიკეთისათვის ჩვენი ქვეყნისა და ერისა. აი აქედან გამომდინარე უნდა გამოდიოდეს თითოეული ჩვენთაგანი და ვინც სახალხო კრებაშია და ვინც სახალხო კრებას უერთიანდება და ვინც ეროვნული ღირებულებების დამცველია და ამ იდეით არის გამჭოლული, ის ემსახურება ხალხს. ამიტომ აი ესეთი მოწოდებით დღეს ასე ვთქვათ ყველას მოუწოდებ, იმიტომ რომ ძალიან ახლოვდება ყველაზე მთავარი თარიღი, იმიტომ რომ საქართველოს და ქართველმა ერმა უნდა დაინახოს ძლიერი ერთიანი ბირთვი. ეს არის 25 ნოემბერი. ამ ბირთვმა შემდეგ უნდა დაიწყოს პროცედურა, რომელიც ამ ხელისუფლებას შეცვლის და ამ ეს რეალური ძალა ჩვენ უნდა ვანახოთ ხალხს, რომელიც დამერწმუნეთ მიუხედავად იმისა, გადასცემდნენ თუ არა ასე ვთქვათ პირველი ასე ვთქვათ ნაციონალური ტელევიზიები მოუმრავლად ძალიან ბევრი და ძალიან საწყენია ერისთვის და ქვეყნისთვის. ეს ასე ვთქვათ ტელევიზიები არასრულებენ იმ დაკვეთასაც ხალხი ითხოვს და ის თანხები, რაც მაგაზე იხარჯება, ეს არა მიზანმიმართული გახარჯული თანხა და თუ ჩვენ არ გვითმობენ ასე ვთქვათ აღს და სადაც ჩვენ დაგვინახავენ, იქ ისინი არ არიან, ეს იმის მაჩვენებელია, რომ აი ამ მართალი ძალის დანახვა მათ ძალიან აშინეთ. აი ეგ არის ერთ-ერთი პრობლემა, ვისიც არ ეშინიათ, ისინი დღე-დაღამე ხან ასე ვთქვათ ფეშენ კლუბების ასე ვთქვათ პრეზენტაციებზე არიან და რა უხით არ ვიცი ამ უბედურება და ამ გასაჭირში, როდესაც უამრავი ადამიანი გაჭირებულია და უამრავ ღონისძიებები, სადაც ძალიან ლაღად და ბედნიერად გრძნობენ თავს. გარეგნულად ასე ჩანს, მაგრამ შიგნით არ ამგონია, რომ ესე იყოს. იცით რა მაინტერესებს, თქვენ გადაცემის დასაწყისში საუბრობდით იმ შეხვედრებთან დაკავშირებით, რომელიც არის სახალხო კრებას ჰქონდა რეგიონებში და მაინტერესებს ყველაზე მეტად რომელ რეგიონში იგრძნობა შიშის სინდრომი, ყველაზე მეტად საჩეფხთა წინააღმდეგობა და ყველაზე ნაკლები წინააღმდეგობა ასევე რომელ რეგიონებში იყო და რამდენად ასიანი მაგალითად შეხვედრები იყო და იყო თუ არა ძალიან მრავალრიცხოვანი თქვენი შეკრებები, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ყველა იმ რეგიონში ჩადიოდა იმ დღესვე ან შემდეგ, სადაც თქვენ ჩადიოდით და ცდილობდა, რომ ამ ნაციონალურ ტელევიზიებს გააშუქებინათ მხოლოდ მათი აქტივობა და აი თქვენთან სინამდვილეში რა ხდებოდა? ნამდვილად კარგია თუ ჩვენ სახალხო კრება სადაც ჩავალ და იქ ჩავა მთელი თავრობა და სასიკეთო საქმეებს გააკეთებს. ნამდვილად ჩვენ ვპირდებით სანამ ეს ხელისუფლება არის, რომ ყველა რეგიონში, ყველა სოფელში ჩავალ და იქ მათ სასიკეთოდ გააკეთოთ, რამე არ გააფუჭონ და ჩვენ ვაძლევთ იმის პირობას, რომ ყველგან ვიქნებით, თუ ისინი მთელ საქართველოს მოიცავენ. მაგრამ ყველა ძალიან კარგად ვიცით, რომ ის რაც ამათ გაუკეთებიათ, გააკეთდა ჯერი და
უხარისხოთ და ეს არის დროებითი, რომელიც ნამდვილად სახეზე გვაქვს უკვე მათი დაშლა და მოშლა, მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულად თქვენს კითხვას, ჩვენ ვიყავით პირველი იყო ბათუმში, რომელიც დამერწმუნეთ რამოდენიმე ხნის წინ ერთ-ორ ადამიანს ვერ გამოიყვანდი გარეთ და რამეს ვერ ათქმევინებდი. დღეს კიდევ ხალხი, ვინც მოდის ეს ასეულობით და ათასეულობით ადამიანი, ეს როგორ იცი, ოღონდ ისე იმ პროტესტის ნიშნით მოდის, დამინახეთ რომ მე არ მეშინია. ეს როდესაც ადამიანები უკვე ასე ფიქრობენ და შემართულად არიან და ისინი პროტესტით მოდიან და ამბობენ თავის გულწრფელ უსამართლობაზე საუბრობენ და ამას ხმამაღლად აფიქსირებენ და მიუხედავად იმისა რა ასე ვთქვათ რა ფაქტორიც არის შიშის სინდრომია თუ არ ვიცი მე მგონია რომ საშიში აქ არაფერი არ უნდა იყოს როდესაც სამშობლოს სიყვარულის ჭარბობს არ უნდა გეშინოს როცა შენი ოჯახი გიყვარს და შენი შვილები გიყვარს იმიტომ რომ მომავალი საქართველო და ბინძურდება მომავალი საქართველო იღუპება და ამიტომ ჩვენ რისი უნდა გვეშინოდეს თუ მომავალი საქართველო არ იარსებებს თუ მომავალი ახალგაზრდობა ჯანმრთელი და ქართულ ღირებულებებზე ასე ვთქვათ არ აღიზრდება რისი უნდა გეშინოდეს რა ერთ პურს ძაღლით შეჭამს მოძებნის და შეჭამს და ამაზე თუ არის ჩვენი ასე ვთქვათ ღირებულები აგებული და ძალიან ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე მაგრამ მე ვიცი რომ და ჩვენმა შეხვედრებმა ეს ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, თელავში, მცხეთაში, გორში ყველაზე მძაფრი ის იყო რომ არც ერთი სადაც ჩვენ შევიკრიბეთ გადაჭედილი იყო ყველგან ეს იმის მანიშნებელია მიუხედავად იმისა პირველი პირი ჩამოდის თუ ხელისუფლების წარმომადგენლები ჩამოდიან ეს ადამიანები უნებიან რომ მე ჩვენ შენი არ გვეშინია შენ ხარ ჩვენი მსახური და მეორე და კიდევ დავსამკითხავთ რისი უნდა ეშინოდეს ჩვენ თითოეულ ჩვენთაგანს ჩვენი ხელისუფლების კი არ უნდა გვეშინოდეს ისინი უნდა იყვნენ შიშის ქვეშ იმისა რომ ჩვენ რომ უნდა მოთხოვოთ და ჩვენი უნდა ერიდებოდეთ და ჩვენ თვალს ვერ უნდა გვისწორებდნენ და თუ გაგვისწორებენ ესე იგი ღირსეული არის მაგრამ დღეს მათ უფრო ეშინიათ ვიდრე დანარჩენ ასე ვთქვათ მოსახლეობას ამიტომ არის ყველაფერი პიარზე აგებული და ასე ვთქვათ ფოჩებიან კამპეტებზე რომელიც შიგნით 1000 უბედურება ტრიალებს იმიტომ რომ დამერწმუნეთ ძალიან კარგი იდეა არის რომ ჩვენი ახალგაზრდობას უცხოენა შევასწავლოთ მაგრამ როდესაც ერთი ფოჩიანი კამპეტი გაიხსნა შიგნით ამორალური ადამიანია რომელმაც ჩვენს პატარებს უნდა ასწავლოს ესე უცხოენა მე არ ვიცი როგორც ადამიანი როგორც ამორალური ადამიანმა როგორ უნდა ასწავლოს და როგორ უნდა აღზარდოს პატარა ბავშვი რომელმაც ჩვენი ქვეყანაში ალბათ ინგლისურის რა თქმა უნდა იმიტომ რომ თან ამ ადამიანს არ ერიდება და არც ცხენია იმისა და ჩვენთვის ახლა ეგ მიუღებელი არის ევროპაში და დანარჩენ მსოფლიოში უამრავი მისაბაძი რამ არის მაგრამ ეს ნამდვილად არ არის და ჩვენ ვაძავთ და ბევრ რაღაც მაგალითებს ვიღებთ დანარჩენი მსოფლიოსგან, მაგრამ ერთ ადამიანს რაღაცა გაჩრეილი რო აქვს და ვერიოკებს თავის ნებებს, ესეთი ადამიანი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქართული ღირებულებისთვის არ გამოდგება. მე ერთ რაღაცა ჩართვას გავაკეთებ იმაში, რომ მე ამერიკელი მეგობარი მყავს და წელიწადში ერთხელ თუ ორ წელიწადში ერთხელ ჩამოდის. და როდესაც მან დაინახა ის საქართველო, რა საქართველოს მე ვანახე და ძველი თბილისი, მცხეთა, ძველი ქალაქი და ასე შემდეგ და შემდეგ როდესაც თაცმინდაზე ავიყვანე და მამა დავითიდან გადაიხედა, მან ყველაფერი დღის შეჯამება გააკეთა. მე ახლა ხვდები ქართველებს რატო გიყვართ და რატო ვერ შორდებით საქართველოს. მე მინდა რომ დანარჩენ მსოფლიოს ეს განსხვავებული საქართველო და ამ ღირებულებებზე აგებული საქართველო ვანახო და ამით ვიყო ამაყე და ამით უმასპინძლო დანარჩენ მსოფლიოს და არა იმით რაც დანარჩენი მსოფლიოსთვის პრობლემას წარმოადგენს ის პრობლემა ნამდვილად ჩვენი ერისთვის არ გამოდგება ამიტომ აი ამ მუხტი თავად გამსჭვალული და მე ვიტყოდი რომ